ну რაც შეეხება უნგრულ წარმატებას ამ შემთხვევაში პირველი რასაც ვისმენთ ხოლმე ყოველთვის არის რომ უნგრეთი და საქართველო განსხვავდება და კი ყველა მისის რომ უნგრეთი და საქართველო განსხვავდება იშვიათი ადამიანი ვინც იტყვის რომ ერთი და იგივეა ან სიტუაცია ან ქვეყანა ან ხალხი ან მენტალობა ასე შემდეგ თავარი რაც უნდა თქვათ არის ის რომ უნგრელი ხალხი ქართულ ხალხზე უკეთესი არ არის. თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ შეეხება და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები და ქართველები შეგვიძლია გაუშვათ და ასწავლონ და ჩვენი ისტორიიდან შეუძლიათ რომ ბევრი რამ გადარჩენეს პროფესიონალები ვართ სხვათა შორის ამაზე საუბრობდი ზუსტად წინა გადაცემაში რომ ჩვენ ამაში ვართ მართლაც პროფესიონალები. სხვათა შორის არც ისე ცუდად ბევრი ადამიანი სისხლით ოფლით მით მოვიდა ეს ქვეყანა ისე როგორც მოვიდა და ეხლა ვინ ცხოვრობთ ჩვენი არის დღეს საქართველო და რაღაცაზე შეიძლება პრეტენზიები გქონდეს 70 წლის წინ და 150 წლის წინ უკეთესად ატო არ გაკეთდა რაღაცები და ვიღაცამ ხელი რატომ მოაწერა იმასაც მოაწერა მაგრამ სინამდვილეში უნდა გვესმოდეს რომ 200 წლის მერე შეიძლება ვიღაცა ჩვენთან პრეტენზიები გქონდეს ასე რომ მაგ დათქმით უნდა ვიცხოვროთ რომ ჩვენით არ იწყება და არ მთავრდება კიდევ გაგრძელდება და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ უნგრეთს რაც შეეხება მთავარი ჩვენთვის რაც არის დანახვადი არის ის რომ ევროპაში, ევროკავშირში შეიძლება ითამაშო დიქტატორი. შეიძლება თქვა რომ ხარ დიქტატორი, შეიძლება მოიქცე ისე როგორც დიქტატორი, მაგრამ საბოლოო ჯამში დიქტატორი ვერ გახდები, არ გამოგივა, იქნები ზღვარზე და ინსტიტუტები მაინც იმუშავებენ. თავარი რამაც უნდა გაგვახაროს არის ის, რომ ორბანისნაირი ადამიანების მმართველობა უახლოვდება დასასრულს და ეს პლანეტა აღარ აიტანს ასეთ ადამიანებს მაგ გზაზე რა თქმა უნდა ვდგავართ ადამიანების დახმარება თუნდაც ის სივრცე ჩვენ ახლა ევროკავშირზე ვსაუბრობთ და სხვა შეს აქვე ჩაგერთვები ბოდიშს გიხდი მით უმეტეს იმ ფონზე არის ალბათ ეს მართლა წარმატება ქართულ კონტექსტში გულისხმობ როდესაც ეს იყო ესე ვთქვათ მაგალითი იმისა რომ აი ნახეთ არსებობს ამ ტიპის ლიდერი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი და თან პრორუსი ეს არის შესაძლებელი ამას ეუბნებოდნენ სულ ამ მრჩევლებს ახლა ეს მითი დაიმსხვრა. ნუ საქმეთან არც ისე მარტივად არის შეგვიძლია პრორუსი დაუძახოთ უბრალოდ ამერიკის პრეზიდენტი ღიად ამბობდა რომ მხარი დაუჭირეთ ჩვენს მეგობარ ორბანს ანუ ამ შემთხვევაში პრეზიდენტთანაც არის მსგავსი შენიშვნები. არ წავიდეთ ამ წიასვლებში ჩვენთვის თავარი რაც იყო ის რომ ხო შეხოს არათან მიმდევრულობაში არის შემჩნეული ბევრი ადამიანი რაც შეეხება ორბანს მთავარი რა იყო ხო ქართული ოცნების მოკავშირე მეგობარი ევროპასთან რაიმე თბილი ურთიერთობის დანახვა თუ შეიძლება მაშინ როცა ორბანს ხვდებოდნენ და ძალიან შეხმატკივრულად საუბრობდნენ და ამ ადამიანს საკუთარმა ხალხმა მიუხედავად უამრავი სიმინძურისა პროპაგანდისა და იმისა რომ იმდენად ანტიუკრაინელი იყო რომ ზელენსკის პლაკატი უფრო მეტი იყო ქვეყანაში არჩევნების დროს ვიდრე თავისი პლაკატი ეუნებოდა რომ აი საშინელება მოხდება ომი დაიწყება და უნგრელმა ხალხმა არ დაუჯერა მიხვდა რომ ეს არის ტყუილი და უნგრელებმა თუ შეძლეს რაღაცა ჩვენ რატო ვერ უნდა შეზოთ და მგონია რომ ბევრად მეტი შეგვიძლია ერთადერთი ამათ მეგობარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა უთხრა რომ შენი დრო დამთავრდა შენი ადგილი აღარ არის უნგრულ პოლიტიკაში და უნდა წახვიდე არჩევნების შედეგები პირდაპირ უსვამს ამ ყველაფერს ხაზს თავი დავანათო 2024 წელს მაგიარმა 7 ადგილი მოიპოვა თუ არ ვცდები და 2 წლის შემდეგ უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს პარლამენტში ესეც ხო რაღაცნაირი მაგალითია გაკვეთილი გასაგებია რომ ხა ვიღაცები ოპოზიციას აკრიტიკებენ რომ რეგიონებში უნდა იაროთ რომ სიარულზე კი არის პრობლემა საუბარზე კი არის პრობლემა მთავარი და მთავარი გასაკეთებელი არის სათქმელი ახლებური სათქმელი ახლებური მიდგომა და რაღაცები იმიტომ არის ეს პრობლემა სიარულის რომ სათქმელი არ არის ამის არ არის სიარულის პრობლემას ადამიანები ამბობენ იმას რომ ზოგადად რატო არ დადიან რეგიონებში და ჩემი აზრით რეგიონებში სიარული კი არის საქმე არის სათქმელის მოფიქრება და კონკრეტული არაბუნდოვანი პოლიტიკური გზის ამ შემთხვევაში ანუ ხალხი გამოვიდა უამრავი ადამიანი ყველა ჩვენი თვალით ვნახეთ როგორ იბრძოდნენ საკუთარი სიცოცხლე ჯანმრთელობა ფინანსური სტაბილურობა დადეს სასწორზე მათ შორის ადამიანები საქართველოს გულისხმობ საქართველოს გულისხმობ ადამიანები ციხეებში არიან უკვე სააპელაციო პროცესი დასრულდა 4 ოქტომბრის საქმეზე ცოტა ხანში განაჩენები დაიწყება პლუს უამრავი ადამიანია ვინც პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში ელოდება განაჩენს თუ იხდის სასჯელს ამ ქვეყანაში ხალხის ჟინს ხალხის მონდომებას ხალხის სურვილს რომ შეიცვალოს რაღაცები ჭირდება პოლიტიკური დაბოლოება საბოლოო ჯამში ჩვენ თუ იმას ვამბობთ როგორც პოლიტიკური სპექტრი ვიცი რა ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ
აი აბსოლუტურად რისი გაკეთება შეიძლება და ჩვენ გავაკეთეთ იდეალურად, მაშინ ვისი ბრალია რომ ისევ ქართული ოცნება ხელისუფლებაში თუ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, ჩვენ განვითარებისთვის არანაირი სივრცე აღარ დაგვრჩა, ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ დავმარცხდით. ასე არ არის. განვითარებისთვის სივრცე არსებობს მუდმივად, კრიტიკა, რაც მომდინარეობს ოპოზიციის მხარეს და ჩემ ნაწილშიც ვიღებ რა თქმა უნდა კრიტიკას, ეს არის არა იმ ლანძღვა და თქვენ წადით და რაღაცა იმპორტს მოახდენთ უცხოეთიდან პოლიტიკოსებს, არამედ ილიას გზა მოყვას, პირში უნდა უძრახო იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს. ეს კრიტიკა იმას ემსახურება, რომ ამორჩევლებს და სხვა პოლიტიკურ პარტიის წევრებს თუ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს ჭირდებათ ძლიერი მოკავშირეები. ამ კრიტიკის პასუხი არაფრით არ უნდა იყოს ჩემი ღმერთმენით, რა ვიცი. მე მაგალითად კრიტიკას არ ვპასუხებდი საპირისპირო ლანძღვით და ადამიანების რაღაცა სისაძაგლებთან შედარებით. ამას ჭირდება რაღაცების გადააზრება. ახლებული მიდგომა წლებია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და წლებია მეორე მხარეს ჩვენ თამაშობთ თამაშს, რომელსაც არ გავყავართ მოგების გზაზე. ხალხი მზად არის, უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ცვლილებები საჭიროა და ადამიანები ელოდებიან ამ ყველაფრის პოლიტიკურ დასასრულს. ამ შემთხვევაში მგონია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა ივაშკაცოს. ეს არ არის ლანძღვა, ეს არის კრიტიკა, გვჭირდება გადატვირთვა, გვჭირდება გადააზრება და მათ შორის მთავარი ჩემთვის რაც იქნებოდა, როგორც ამომრჩევლის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ პოლიტიკური ბუნდოვნება რაც ეხლა არის, ანუ ადამიანები რაღაცებს აკეთებენ, ვერ ხვდებით საბოლოო ჯამში საითმინის. ეს ბუნდოვნება რომ მოისპოს ადამიანებმა ქართულს მოსპობს ამ ბუნდოვნებას. პოლიტიკოსები თავად ეს ძალიან მარტივია პოლიტიკურ გზაზე შეთანხმება და ამის თქმა მოურიდებლად შენი პოლიტიკური გზის ადამიანებისთვის გაცხადები. მე შეიძლება რეგიონშიც წახვიდე, შეიძლება TikTok-ზე ვიდეოს დავდო და Facebook-ზე. ქართული ოცნება არის ცხადირი, სიტყვაც მინდა. ქართული ოცნება რაც სამოს ყველაფერს ვხედავთ. ყველაფერი შიშველია. ზუსტად ვიცით რაც გააკეთებს. ცუდად იმიტომ კი არ იქცევენ რომ კარგად მოქცევა არ შეუძლია და არ იციან კარგად მოქცევა რომ ცუდად იმიტომ იქცევენ რომ ეს არის მათი ბუნება. ევროკავშირში იმიტომ არ უნდათ რომ აგერ ევროკავშირში ორბანი იყო მათნაირი ბოლო და იმასაც საკუთარმა ხალხმა უთხრა რომ არა წადი შენნაირი კაცის ადგილი არ არის იქ სადაც ცხოვრობთ ჩვენ და ამ შემთხვევაში ქართულს და ამიტომ იქცევა ცუდად. ჩვენ უნდა დავანახოთ როგორც მათ მხარეს არის ბუნდოვანობა და ყველაფერი ცხადია, ჩვენს მხარესაც ასე უნდა იყოს და კიდე ერთ წინადადებას ვიტყვი რა, არ შეიძლება როცა ადამიანი გეკითხება რომ აი რა ხდება, რატო გაერთიანეთ, უთხრა რომ წიგნი გვაქვს ამას დაწერილი და ეს წიგნი უნდა წაიკითხო. ადამიანებს უნდა უთხრათ და წაკითხვა კი უნდა დავავალოთ რაღაცეების და წიგნების კითხვა და რესერჩების კითხვა უნდა გაიგონ რა ხდება. ნამდვილად მართალი ხარ.